ის არ ყოფილა მეფე, რომელიც სასახლეში ნადიმებს მართავდა. მისი სასახლე ცხენის უნაგირი იყო, ხოლო მუსიკა ხმლების ჟღარუნი. მეფე, რომელიც 5 წლისა უკვე მძევალი იყო, ბიზანტიის კარზე გამოკეტილი მსხვერპლი, რომლითაც იმპერიამ მშობელ მამას აშანტაჟებდა. უცხო სასახლეებში მან ისწავლა ყველაზე მთავარი: გადარჩენა იქ, სადაც ყველას შენი დაჩოქება სურს. როდესაც სამშობლოში დაბრუნდა, მას დახვდა არა სამეფო, არამედ ნანგრევები და შინაური მგლების ხროვა. 45 წელი ცხენიდან არ ჩამოსულა. მას ზურგში ლახვარს ცემდნენ საკუთარი დიდებულები. მის მიწებს ცეცხლს უკიდებდა ბიზანტია, ხოლო აღმოსავლეთიდან მომავალი თურქ-სელჩუკთა ურდოები სისხლის ტბებს ტოვებდნენ. რამდენჯერმე ყველაფერი დაკარგა, რამდენჯერმე მთებში გახიზნულმა უყურა, როგორ იწოდა მისი ქალაქები, მაგრამ ის ყოველთვის ბრუნდებოდა. არც ერთი ნაბიჯით არ დაუხევია უკან. მან საკუთარი ხორცით და ქართული სიჯიუტით ამოავსო ის უფსკრული, რომელშიც ქვეყანა უნდა ჩაჩეხილიყო. როდესაც კვდებოდა, მის სხეულზე ჭრილობები უფრო მეტი იყო, ვიდრე მშვიდობიანი დღეები მის კალენდარში. ის იყო დაუმარცხებელი ნებისყოფის კაცი, ბაგრატ მეოთხე.